სხეულის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით ამ საქმეზე დაზრალებულად ხართ ცნობილი, ხო? დიახ. აი ზუსტად სხეულის დაზიანების მაგ ფაქტთან დაკავშირებით სხვა საქმეზეც ხომ არა ხართ დაზრალებულად ცნობილი? ბატონო მოსამართლე. აი იმ დროს 28-ში რომ მიიღეთ სხეულის დაზიანება ამ საქმეში ხო ხართ? სხვა საქმეზე, სხვა სისხლის სამართლის საქმეზე ხომ არა ხართ? ბატონო მოსამართლე, კითხვა განმარტებული უნდა იქნეს, კითხვა დასმული არის სხვა სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით. ფაქტთან დაკავშირებით სხვა საქმეზე ხო არ არის ცნობილი? ერთ და იგივე დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით სხვა საქმეში ხო არ არის დაზიანება ცნობილი? და იმავე ერთ და იმავე და აი 28-ში რომ მიიღო დაზიანება ცნობილი ხო არის აქა? სხვა საქმეში ხო არ ხართ ცნობილი? ბატონო მოსამართლე, კითხვა განმარტებული უნდა იქნეს იგივე მიზეზით, ვინაიდან სხვა სისხლის სამართლის საქმის ფაქტობრივი გარემოებები არ უნდა გაჟღერდეს ამ სასამართლოს ხტომაზე. დაზრალებულად არის თუ არა ცნობილი? ცნობილია. ერთსა და ერთ წუთი კითხვა რაში მდგომარეობდა? 28-ში ხო? 28-ში მიიღო აქციაზე დაზიანება, ხო? დავშოთ რაღაც კონკრეტულ დროს, ხო? იმ დაზიანებაზე ცნობილი ხო არის აქ? დიახ. დაზრალებულად იმავე დაზიანებაზე სხვა საქმეში ხო არ არის დაზრალებულად ცნობილი? იმავე დაზიანებაზე მე სხვა ფაქტზე და სხვა თემაზე და სხვა ჩხუბზე არ მაქვს საუბარი. იმავე დაზიანებაზე მოწმე დაზრალებულად სხვა სისხლის სამართლის საქმეში ხო არ არის? ადვოკატო, პირველ რიგში უნდა განმარტოთ, რომ ეს იყო ერთი სისხლის სამართლის საქმე და მე უკაცრავად. ახლა ბატონო მოსამართლე. განიდებაზე დააყენეთ შეკითხვა, ისა პოზიცია და გასაგებია აღნიშნული. კი ბატონო, გავიგეთ თქვენი შეკითხვა რაში მდგომარეობდა, ესე იგი ერთსა და იმავე ფარგლებშიო სისხლის სამართლის საქმეზე, სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე ხომ არ ხარ დაზრალებულად ცნობილი, თუ არის ისე ცნობილიო, ამაზე რომ გასცეთ პასუხი კითხვა არ არის განმარტებული. არა. არა ხართ დაზრალებულად? უკან თქვენ შეაფასეთ უკვე შემდეგ ძალიან გთხოვთ ახლა. ანუ დაზრალებულად არ ცვლით თქვენ სხვა საქმეზე თავს? მიიღეთ უკვე მაგაზე პასუხი და შემდეგი. ბატონო, გაახსენდა რაღაცა ბატონო. სხვა სისხლის სამართლის ბაზაზე მეკითხებით, რომ თუ აი ამ ფაქტთან კი ბატონო, კი არა. ხართ? ვერ გავიგეთ, ახლა თქვით არა ხართ, ეხა ხართ რა. შეიძლება კითხვაც ვერ გავიგე რა, ისეთი ის არის, რომ შეიძლება კითხვაც ვერ გავიგე ნორმალურად თავიდან და ვერ აღვიქვი და მაგით ეხა კარგით, უკაცრავად ბატონო შოთა. გაქვთ რაიმე შეკითხვა კიდევ? ამასთან დაკავშირებით ამ საქმეში ცნობთ თავს დაზრალებულად, იმ საქმეში ცნობთ თუ ორივეში ცნობთ თუ როგორ არის? დაზარალებულად გძნობ თავს და ეხა ვცნობ და აქაც და იქაც. შემდეგი შეკითხვა. კარგით.